იუმორი და ხალისით გამორჩეული დუეტი ყავს დღეს სტუმრად დათო ბეკოშვილი და რომა ქერქაძე. მოგდანით მეგობრებო. მეგობრებო, თქვენ არც ისე დიდი ხნის წინათ მოიარეთ ნახევარი ევროპა, ბრძანდებოდით ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ვიცი რომ დიდი სითბო გამოგაყოლეს მათ და აი ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, თქვენეულ სტილში და თქვენეულ იუმორისტულ მანერაში. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოვიკითხავ ყველა ემიგრანტს და ვისურვებ, რომ ლექსადაც მაქვს პოზიცია ესეთი, რომ იმ საქართველოს მოგვასწროს არ უჭირდებოდეს გრანტები, რომ ოჯახებში დაბრუნდნენ ქართველი ემიგრანტები. მეთქი და ღმერთმა მართლა მოგვასწროს მაგ საქართველოს. გაიხარეთ. მოვიკითხავ ყველას დიდი სიყვარული და გავიხსენებ, ხა იტალიაში რომში ვიყავით მე და დათო და ჩემი ბავშვი მაქვს და დემეტრე უფროსი ბავშვი და მოკლედ დემეტრე მყავდა, ასე ვთქვათ, მუსიკასთან იჯდა და პროგრამაში ამის შემდეგ ეს უნდა გაუშვა მუსიკალური განფორმებლად. აჰა, თან საქმე ასე ვთქვათ. თან საქმე, ხო. ბავშვობიდან რომ მიეჩვიოს. რენაც კარგი კაცო. და ხო იცის ახლა და ქალბატონი მივიდა გო შვა სმიდის სუფრა და რაღაცა და ქალბატონი მივიდა და აჭარულიო თუ შეიძლება ხა შვილო და თან პასუხი მსგებლიანიც არის ახლა რომ იცის რომ იმის შემდეგ რაღაცა სხვა მუსიკა უნდა წამოვიდეს და უიო ჯერო ვერა ხა პროგრამა მაქვს რაღაცა და ამ ქალბატონო კიდე დაჟინებულად მე რო თქვა ხათრიანია მორიდებულია ბავშვი და მოერიდა და კიო და აჭარული გაუშვა 8 წუთი ნახევარი მიდის ბატონო. დიდი პატივისცემის ნიშნად. ეხა ეს რა აჭარულს ხომ მიდის და ჩვენ ხომ მიგვყავს და ხა მე ხომ უნდა ვიცეკვო მეტი გზა არ არის და წავიდა კაი 2 წუთი გავქაჩი ახლა 2 წუთი ნახევარი და აღარ მთავრდება. ებიჯო, ემამა გამორთი ან დაუწიე ბიჯო, მამა ვარ, შენი მოვხდი, კაცო ხედა, აღარ შემიძლია. არ დამინდო მოკლედ რა. მე დათო ჩამენაცვლა, თორე გლახად იყო ჩემი სულება და გავიხსენებ ახლა ბარემ ბავშვზე ვყვები და მე ახლა მოგეხსენებათ ერთი ცოლი მყავს და 2 ბიჭი. ასე ჯობია ვიდრე პირველი. ასე ჯობია. და 7 წელი აქვს სხვაობა და პირველი ხო ბიჭი მეორეზე მეუბნებიანო 7 თვემდე როგორც ხდება რომ გოგოა სავარაუდოდ გოგოა ხო და ნუ სიდედრმა გაიქცა და თეთრი ვარდისფერი ტანსაცმელები დაპაჭკა და აწყო მოიტანა ესე და ნუ 7 თვის მე გაირკვა რომ ბიჭია. ხო და ხა მე ვთქვი ახლა ჩემთვის რა მნიშვნელობა ქონდა ახლა მე გოგო მეყოლება თუ ბიჭი მეყოლებოდა მეთქი. მაინც მეორე ბინა მაქვს საყიდელი მეთქი. ხო და ახლა გურიაში იციან და დასავლეთში რომ თუ გოგოაო გათხოვდება, პატრონ ჩაბარდება, იგი და თან ამავდროულად კიდე ისიციან რომ პირველი თუ ბიჭია და მეორე თუ გოგოაო იო მამასე მსგავსებაო რა. და მე მიყვარს ქართულ სუფრასთან მანდილოსნებს თუ კი ვლოცავ რომ ქართული სუფრა ქართველი მანდილოსნის წარბზე იშლება მეთქი. ხო და მე თუ გოგო დამემსგავსება ჯერ იმის წარბს რა გააშლის. ხო და მე თუ ხასიათებით დამემსგავსა ბინის ხათრით თუ გავათხოთ ხო რა ვინა იმის სამყვანი მეთქი და გამიმართლა და ბიჭი დარჩა. მოდი გადავაბამ ახლა გურული ისტორია რა თქვა არ გამოვა. რა თქმა უნდა არ ეწყობა მას. არ გამოვა რა ფესგურიაზი. გურიაზი აი ამბავი, მაგრამ აი რა ფერი გურულებია თუ თბილისში რა წამევით. აჰა, კი ბატონო. პორტირებული თბილისში და თბილისში აგერენ. რუსთაველზე არის ბესიკის ქუჩა ხა ყველა კი ბატონო, ხაწვინდაზე. კი. და ხა ერთ-ერთი ცხოვრობს აქ ბესიკის ქუჩაზე და მეორეც მაგაცი ურეკავს ახლა ჩამევიდა იქ და სახარო რა ქუჩაზე ხარ ადგილას ხარ და ბესიკის ქუჩაზე ვარ ამან უთხრა. და ნახევარი საათს მერე ურეკავს კიდე. ბიჭო, კი მაგრამ მაგ ბესიკიას გვარი არა აქვს? ბესიკიას. ვერ მიაგრო. დათო შენთაგან უალა ხა სიტყვას. ჩვენ ვიცი სიახლე გაქვს მანქანის მიმართულებით, ხო? ეგ არის თავარი სალაპარაკო თემა ამბობ. თან რაც იწინასწარ მეტყველა. აფა ბიჭო. ზუსტად ესე ავიდა. პირველ რიგში მეც დიდი სიყვარული და პატივისცემით მოვიკითხა ჩვენს ემიგრანტებს და ძალიან დიდი სითბო, სიყვარული და დიდი მუხტი მივიღეთ. ნუ მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ბატონოგია, როგორც იქნა დადგა ის მომენტი რაღაცნაირად და ვიყიდე მანქანა და ზუსტად იუმორინას ჩვენი გამოსვლა რო იყო მართვის მოწმობის გამოცდა იმ სკეჩში როგორც ხონდა ნათქვამი ნეტა ყველაფერი ისი აგვიხდეს და აუხდეს ყველას შეიძლება გამგებელის გახდეს შენ არა მან პრეზიდენტობაზეც მაქვს შორწავიდა ამბიცი
და მოკლედ იქ ხოდა ეგეთი ტექსტი, რომელსაც ვეუბნები, რომ ადრე მე მყავდა პატარა მანქანა და აი ხაცუ, დაძველ და მეთქინი ხაცუ. გავყიდე, ვიყიდე მაღალი ჯიპი, ქვია სოზარ სუბარო. ამით ყველგან გავალ. და ცხოვრებაში მართლა პატარა მანქანა მყავდა, გავყიდე და ვიყიდე სუბარო. და როგორც ხდება ხოლმე, რომ გამოიწერ მანქანას, ეხლა საზღვარგარეთ რო ყიდულობ, ცოტა ვიზუალური შელახული ჩამოდის, რომ აქ გაკეთება შედარებით იაფიჭდება და მოკლედ პირველი საქმე რაც არის, მიდიხარ ხელოსნებთან. და წავედი ჩემებთან, ფონჭალაში არიან სვანები და აქვს Subaru-ს ნაწილები. და მივაკითხე ამ ნაწილებზე რაღაცები და თან მიცნო და თან იქვე აკეთებენ და ერთი მეუბნება დავითაო, კაროჩეო, მაგარი კაცი ხარ შემაგრად, გიყურებთ ხოლმე, კაიო და აგერო ჩვენთან ერთიო იცი ვინ მოდის ხოლმე, მაგარი კაცია ისოцо, მაგარი მსახიობიო, მაგრად მღერისო და ის ყავსო, Subaru ყავს იმასაც 2005-იანი და თუ იცნობო. მეთქი 2005-იანი Subaru-ი როგორ უნდა ვიცნო, მე ვთხარი, ვინა, რასაკეთებ. აგერ კაცო იქაც არის ხოლმე, ის ტელევიზორშიო, სამი გოგო ყავსო, გიტარაზე უკრავსო და ცოლი იგერ იტალიაში ყავსო და უფრო საგონებელი შემოგდო. კაცო მეთქი, ვინა ეგეთ. ეგეთია მე ვთხარი სახელი მაინც არის. არა, ეგ როლი აქვს ეგეთიო, კაცო იქო სერიალში თამაშობსო და თურმე ბატონ ნუგზარ ერგემლიძეზე მეუბნება, ჩემი ცოლის და ქალებშიო თამაშობს და Subaru 2005-იანი ყოლია. როლიდან ნუ მოკლედ რო ავაწყოთ ეს მანქანა, ნუ ეხლა დადგა ჯერი მალე არის. ერთი გარო ყავს ჩვენი ძმაკაცი გარო და გაროს ვეუნები. ეხლა მანქანა მაინც ნერვიულობ, მეთქი გარო აბა ეხლა წინა ის შიტოკ ეგრეთ წოდებული და კრილო აქვს შესაღები და მეთქი რომ გავღებავ ფერში ხო დაждდება. დათო ჯან, შიტოკი და კრილო კი არა, შენს თუ გინდა შენი მანქანის ფერში დაგსა, მისე გაგიღება. მე ვთხარი მე არ მინდა. ნუ მოკლედ შევღებე და დადგა დრო რომ მანქანას შუშები უნდა დაუბურო. და წავედი და ჩემს ბედად, ჩემი ბარ შემხდნენ კაცო. ჩვენი კარგი აზერბაიჯანელები მივედი, გამარჯობა. აბა რა გინდა? მე ვთხარი დაუბურო შუშები. კი ბატონო, დაიწყეს დაბურვა და უყურებ და ეხლა როგორც არის ეხლა კანონმდებლობით წინა შუშა რაღაცა 60%-ზე მაღლა არ უნდა არ შეიძლება. შეზღუდვა და მივედი უყურებ ამას და მე ვთხარი ეს ხათაბალა ხო არ იქნება როგორ არის? მე არ ვიცი, ეს პატრულის ამბავიაო. ვერ მივიღე კაი პასუხი. წამოვედი აქეთ შემოუარე და იქით უკანა მხარეს რაღაც ცოტა წინწკლები იყო შერჩენილი. ეს წყლის წვეთები გაშრება ვეკითხე. კი ძმა, ასე ბოროსედი ანა გაშრება. და რამდენ ხანში მეთქი და უგე ღმერთ მაიცის. მოკლედ არა იყო არაბიტაბლობა. მოკლედ აი ეგრე და ჯერჯერობით შრება ნელ-ნელა და ერთი ამბავი გამახსენდა ბატონო გია სანამ მანქანა ჩამოვიდო და უმანქანოდ მიწევდა სიარული და აი მაშინ ერთად რო უყურეთ ჩვენი მერაბ დვალიშვილის სამრის დაცვა რო იყო ხო აბა კაცო ეგეთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და მოკლედ ვაზისუბანში ცხოვრობდა ჩვენი მერაბის სამყურა მოგეხსენებათ ავლაბარში ცხოვრობს და დაურეკე მე იმას მერაბს და შევუთანხმდი რომ მეთქი გამოვალ იქ შენამდე და მე ერთად წავიდეთ მეთქი და მანამდე გამოგვიძახე ტაქსი და ნათლისღება ჩავჯექი მგილოსავთ მე ვთხარი ნათლისღებას მრავალს დაესწრათ кайხარეთ თქვენს თან მეთქი დღეს დიდი დღეა დღეს მერაბობაა მე ვთხარი ჩვენი მერაბი ჩხუბობს მე ვთხარით კამარს იცავს და ამ დროს გამახსენდა რომ მერაბმა მითხრა რომ ტაქსი რო ჩაძდებიო დამირეკეო მაგ დროსო რომ სამყურაშვილა ჩვენა სამყურამ და უი მეთქი ახლა გამახსენდა მოდი მეთქი ბარემ ახლა მერაბს დაურეკავ რა მერაბს დაურეკავ კაცო მეთქი ჩვენ მერაბს უნდა დაურეკო რა და უცებ ახლა მე ჩვენ მერაბზე სამყურაზე ვლაპარაკობ და ის უკვე ის დვალიშვილთანა ჩვენ ჩემპიონთან არა რა დროს დარეკვა კაცო ახლა კაცი სადაც უნდა გამოვიდეს უჩქოს ემსადურდება ავიღე დაურეკე მერაბასთან და ალო მერაბ მე ვთხარი ავლაბარში ხო მელოდები კი მანდ გაგიჟდა ეს კაცი ვერ გაიგო ვერაფერი და ნუ რა თქმა უნდა რომ მივედი და მე ნახა ჩვენი სამყურა დიდი სიყვარულით მოიკითხა და რამდენი ვინერვიულეო კაცი კონცენტრირებულია ბრძოლაზე და შეკიდე აქედან იკურეკავს სამაგერო როგორ დავცადეთ ძალიან კარგად ერთობლივი შემოწმება და კიდე ბევრი წარმატებები და სამყურა ზედაწონებში ჩხუბობს სვანზე ახლა აგერ სულ რაღაც 2 დღის წინ მოხდა ესეთი რამ რომ დაცვის კომპანიაში ვარ მიწევს ობიექტებზე ხან მივიდეონ და რა ხდება როგორ ხდება და ერთ-ერთი თანამშრომელი მყავს სვანი და მივედი და კაი დიდი საათი უკეთია ხელზე რა და რომელი საათია მეთქი უჩო დახედა სას და მობილური ამოიღო და კალკულატორით გამოვაყლო და მე მითხრა 3:15 წუთიო ან მობილური კალკულატორით რატო ვაკლე დავხედე და საათ ნახევრით არის წინ თუ რატო გაქვს ეგ საათ ნახევრით წინ მეთქი მეკითხები და
ჭულა შოიამ გამიცვალა და მომატყვა. კნოპკა არის ჩავარდნილი და ვერ ვასწორებ. მე გაფუჭებული საათი რადგინდა ხელს მე. რო შეგითხები, რომელი საათია? ქვეშ მიწერეთ, პასუხობს 3:30. გამოყავს. გავაგრძელებ დაცვის ისტორიას. კი ბატონო. მოკლედ ამ დაცვის კომპანიის დამფუძნებელი არის ჩემი ძმაკაცი ლევან თავარდგილაძე და გარდაეცვალა 95 წლის ბებია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჭაჭიეთში. ხო და 20 კაციანი მიკრო ავტობუსით მიდიან გასვენებაში. ტირილში ასე გურულა ტირილი. ხო და აგი 20-ვე როგორი ტიპები არიან ახლა? დიდები და თავი და რასლა დასვის თანამშრომლები არიან 2 მეტრზე ქვევით არც ერთი არ არის და 150 კილო და 120 და ამ ხელა ხალხი და რომ შეუდგნენ ახლა ჭაჭიეთში აღმართია რო ადიხარ და ახლა ერთ-ერთი კიდე ძმაკაცი რომელიც იცის რომ მალე უნდა მივიდნენ უკვე პროცესიასთან სახლში სადღაც ერთი 50-100 მეტრით ადრე ადგა და დასვის თანამშრომლებს აქვს გაზის პისტოლეტი. დიახ. და ტარიელა ჭინჭარაძე ქურული ოხერი ადგა და გაზის პისტოლეტი არის სროლა მარშრუტკაში. აუ, თან ხო არ გადის ის და ეს რა იწევს რას? ცრემლის დენას. ისეთი ცრემლის დენას იწევს რომ ვერ იჩერებ ცრემლს თვალში. და რომ მიადგენ ჭიშკარს და ეს 20 კაცი ამ ხელა ხალხი ეს თან როგორია ხო 95 წლის ისა რაღაცა სიტუაცია შეგუებულია ოჯახიც რაღაცა და პროცესია მიდის შვიდად ახლა არის შეგაბავი რომ სახის ხოკვა და ვაი და ვი არ მიდის ახლა შვიდად მიდის და ეს 20 თბილისიდან ჩასული ხალხი ეზოში ჩადის მთელი ჭაჭიეთი უყურებს ცრემლი აღი ხაპა ღუპით მოსდით აგერეცხება ცრემლი მოც ამხელა ხალხს შევიდნენ შიგნით ტირის მაგრამ რა 20-ვე ტირის უბედურ დღეშია და გაგიჟდა ხალხი ბიჭო რა ფერყვარებია ლევანიეს მაგაცებს ლილია რა ფერყვარები ხარცა და ატა ბღავილი ტირილი შენაგაშენა